დღეს გაგაცნობთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც ნოას ფსევდონიმით გახდა ცნობილი. ნოას ხშირად ახასიათებენ როგორც ძალიან პოზიტიურ და ძალიან მუსიკალურ ადამიანს. ლევანი არის რუსთავიორის პროექტის დიდი სცენის გამარჯვებული. ახლა ის შუადღის სტუდიაში და უფრო მეც გვეტყვის მის შესახებ და გადავინაცვლებ ცოტა ხანში. გაგიბრუნდებით. როგორ ხარ ლევან? მოგესალმები და მადლობა მოპატიჟებს. მადლობა შენ რომ მოხვედი და მოკლედ დავიწყოთ მომიყევი როგორ და როდის დაუკავშირე სიმღერას შენი ცხოვრება და თან ვიცი რომ უამრავი საავტორო სიმღერა გაქვს ძალიან ბევრი ჩემი ფავორიტია და მომიყევი მოკლედ შენი და მუსიკის ურთიერთობაზე. მადლობა, ანუ ბავშვობიდან იყო რა მიდრეკილება ასე ვთქვათ. ხელოვნების სფეროში ვიყავი, უფრო მეტად აქტიური და უფრო მეტად ვიჩენდი თავს ასე ვთქვათ. ცეკვავდი, უწერდი ლექსებს, ვუკრავდი ფორტეპიანოზე და საბოლოო ჯამში ეს შეიკრა ერთმფრიანობაში კი და გავხდი უკვე ავტორშემსრულებელი და ჩემთვის არის ძალიან დიდი კომფორტი, როცა ვქმნი საკუთარ სიმღერას, მუშაობ ტექსტზე, მუშაობ მელოდიაზე და პროდიუსინგსაც უკვე ვაკეთებ მე. რა მაგარია და როგორი საჭირო ეს მომღერლისთვის რომ ეს ყველაფერი შეეძლოს, თუმცა შენ ყველაფერი ერთად გქონია და მართლა მოსალოცი ამბავია. და ანუ შრომა ჭირდება ძალიან დიდი. ნამდვილად ყველაფერი ჭირდება შრომა. როგორც აღნიშნე, პროექტ დიდი სცენის გამარჯვებული ხარ და რას ნიშნავს ეს შენთვის? ჩემთვის ესაა ოცნების ახდენა ფაქტობრივად. დამეთანხმები რომ ყველა მომღერლის ოცნება ალბათ ის თასი დაიჭიროს და ზემოდან ეს ტყუილები ჩამოცვირდეს და მე ეს ტელევიზია ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის უდიდესი ოცნების ახდენაში დამეხმარა და რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი გამოცდილება რა, მუსიკალური გემონების ჩამოყალიბების კი შეცვლისაც რაღაცა მომენტში ჩარჩოებშიც ჩამსვა სიმართლე გითხრა და მე მქონდა უკვე აი ძალიან დიდი რაღაცა რომ ამ ჩარჩოებიდან გამოსულიყავი და მეპოვნა უკვე საკუთარი თავი და ეს უფრო აი განგრძობადი პროცესია რა. დღემდე ვეძებ და დღემდე ვაკეთებ ექსპერიმენტებს. საინტერესოა. ლევან, მოკლედ ვიცი რომ სტუდიაც გაქვს და მომიყევი ამის შესახებ. ხო, აი ესეც ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა. მე ვარ კახეთიდან, კერძოდ გურჯაანიდან გავიზარდე და გურჯაანო შენ კახეთის გული ხარ აი გულში, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდი ზუსტად ისეთი სტუდია ყოფილიყო ჩემს რაიონში, როგორც მე უკვე კი მე უკვე გავიზარდე და მე შევქმენი ეგეთი სტუდია და ოცნებობდი მაშინ ყოლო და ჩემნაირი მასწავლებელი ხდები და ეს ოცნება აი ამ ბავშვებს აუხდინე და მანიჭებს ეს უდიდეს სიამოვნებას. აი ნებისმიერ საკითხში ამ ბავშვების აი სიყვარული, მადლიერება მუდმივად თან. რა საკითხის ბავშვები ყავს? 5 წლიდან 15 წლის ჩათვლით ყავს მოსწავლები დაახლოებით 100 მოსწავლე მყავს ამ პატარა რაიონში კი და ვაპირებთ უკვე თბილისში გაფართოებას და ფილიალის დამატებას, იმიტომ რომ ძალიან აქტიურები არიან ბავშვები და მეც აი რაღაცა სხვა სიამოვნებას მანიჭებს რა. ნამდვილად საოცარია და ეხლა მომიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ, რას აპირებ ცხოვრებაში კიდევ? იცი რა, ბევრ შრომას ვაპირებ. საერთოდ მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ეგ სტერეოტიპი იყო, ანუ არ შეგვიძლია მუსიკით ცხოვრება და არის სწავლა მოდი კონსერვატორიაში არ ჩავაბარო და ასე შემდეგ და მე ვაპირებ ძალიან ბევრ შრომას. ახლაც პროცესში ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, ვმუშაობ სხვადასხვა პროდიუსერებთანაც, მაინტერესებს ისინი როგორ ქმნიან ხარისხიან პროდუქტს, როგორ ქმნიან აი ეს საერთაშორისო აი ღირებულ პროექტს რა და არ ვიცი მუსიკაში ვარ მთელი ჩემი ასე იგი არსებით გადაშვებული და მგონია რომ კარგი რაღაცები გველოდება წინ რა. ძალიან დიდი მადლობა. მთელი გულით, გულწრფელად გისურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევ. დღეს რას გვიმღერებ? დღეს გიმღერებ ჩემს ერთ-ერთ საავტორო სიმღერას, სხვათა შორის ექსკლუზივი გექნება. მიყვარს ექსკლუზივები, აბარა. ჩემი საავტორო სიმღერა ქვია დაისი. ერთი სული მაქვს მოვისმინო, მე მოშენილი მაქვს, მაგრამ სატელევიზიო ექსკლუზივი არის ეს ყველაფერი, ამიტომ მეგობრებო, მე მგონი დრო მოусმინოთ ამ საოცარ სიმღერას.